ლიტვა, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთის პარლამენტები რეზოლუციას იღებს და ბიუროზე გაწიწმატებული კობახიძე და ტყემალაძე რა დღეში იყვნენ უმცირესობას პირდაპირ ებრძოდნენ რომ რეზოლუცია არ მიეღოთ. ეს ერთი რა ბერძენიშვილს უნდა ვუპასუხო, დიახ. რეზოლუცია უნდა მიიღო. არ მაინტერესებს რეზოლუცია, უნდა მიიღო. უნდა მიიღოს რეზოლუცია პარლამენტმა. ლიტვა, ლატვია, ჩეხეთი, ესტონეთი რა როგორმე ყველა საერთაშორისო დოკუმენტში ჩაიწერა რომ რუსეთი ოკუპანტია რა და როგორმე მოახერხებს უმცირესობას, როგორმე მოახერხებს. ეხლა მეორე რა შეეხება ლევან ბერძენიშვილს პასუხობ ზაქარეიშვილს და უნდა მაცადოთ აუცილებლად რა. ესე იგი, ის რომ ამბობს ზაქარეიშვილი რომ საგუშაგოები რატომ მოშალეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს იქ მოსახლეობას, რომ საერთოდ არ არსებობს საგუშაგო, განიარაღებული აბსოლუტურად მობილური ჯგუფები. ეს არის სრული ტყუილი, სრულად fresh news-ის გამოკითხვა ნახეთ და ნახავთ იქ მოქალაქეები, საერთოდ თვალით არ უნახავთ არავინ საერთოდ. პოლიცია, არანაირი პოლიცია იქ არ იცავს, მოსახლეობა. მე ვნახე პოლიციელები. მე არ მინდა რომ ხელისუფლების დამცველი მოსახლეობა არის დაუცველი თუ არა? მე ვამბობ მოსახლეობას. თავად ამბობენ უყურეთ fresh news-ის გამოკითხვას. ეს ერთი. რატომ არ იწევს ჟენევის რიგარე შესხდომას ხელისუფლება საერთოდ? რატომ არ იწევს გაეროს უშიშროების ხდომას? რატომ არ ჩაყავთ საგანგებო დელეგაციები ხურვალეთში? რატომ არ უჩივია რუსეთს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაში? აღარ გავაგრძელებ რომ მე არ გამაჩეროთ რა. და რა შეეხება ზაქარეიშვილს რა? ეხლა ზურა გადმოვდივართ. ცოტა ინფონიეთ, ცოტა ზრდილობა. ლენინის სახელობის კაზანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მეცნიერული კომუნიზმის განხრით არის პაატა ზაქარეიშვილი და მას პასუხობ ახლა. რა შეეხება ოკუპაციის ყველაფერი ჩამოვწერე რა, მქონდა დრო. ერთი წამით რა, გიორგი შენთან მაქვს, მერე გეტყვი რომ დავამთავრებ რა. ხო, ძალიან სერიოზული ამბავი მაქვს შენთან რა. კი. რა შეეხება ოკუპაციის შესახებ კანონს. ხმას ვუწევ ავტომატურად. ნუ გაქვს მომარჯვებ, გამოართვით რა. ეს გამოართვით მიკროფონი გაქვს ხო? არა, ესე არ გავაგრძელებ. კარგით, ვაცადოთ და გადმოვდივართ თქვენთან ხალხო რა. გამოართვით. გისმენ, გამოწვეული. მიკროფონში რამეს გავჩერდები. რა შეეხება ოკუპაციის შესახებ კანონს. მაგ კანონის მეათე მუხლში 2008 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიებად ითვლება საჩხერის რაიონის, კერძოდ პერევის, ქურთის, ერედვის, აჟარის, ახალგორის მუნიციპალიტეტების ტერიტორიები. და რა უნდა თქვაც ახლა რომ ძლივს გასული რუსულ ჯარს უკან იხმობს? ეს ერთი, ამას მიაქციათ ყურადღება. არა, ვაგრძელებ. აბაშიძე კარასინის ფორმატი არის პირდაპირ ჩვენს ვიტყვით ჩვენს მოსაზრებას. არა, არაფერი არ მithქვამს სინგარა, აი საერთოდ არაფერი არ მithქვამს. საერთოდ არაფერი არ მithქვამს, ნუ არ მithქვამს. იმდენი ხურცელი გიდევთ. არა, ეხლა აბა რა ვქნა არ დავწერო? ლევან ბერძენიშვილი და დათო ბერძენიშვილი. აი უცხარი და მე ვიტყვი.